მართლაც ჩვენ ესეთი საზოგადოება ვართ, რომ გვიყვარს რაღაცა სარკეებში ჩახედვა და ამ სარკეში ოღონდ საკუთარ რივი გვინდა ყველაზე მეტად დავინახოთ და ეხლა რო ვაკვირდებოდი რეაქციას სხვათა შორის ამ უნგრეთის არჩევნებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ადამიანი დავინახე როგორ იხედებოდა ამ სარკეში და როგორ გარდაისახა პოზიცია იმასთან დაკავშირებით და იმის გათვალისწინებით რაც მოხდა უნგრეთში. უნგრეთში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი თქვენც აღნიშნეთ ეს რომ არჩევნების გზით მოხდა ხელისუფლების ცვლილება მიუხედავად იმისა რომ ძალიან ბევრი სკეპტიკოსი იყო უნგრეთში და ძალიან კრიტიკულად უყურებდნენ შესაძლებლობებს ამ ოპოზიციური ბლოკისას გამომდინარე იქედან რომ მათაც ჰქონდათ წინარე გამოცდილება როდესაც ერთიანად იყო გაერთიანებული ოპოზიცია მაგრამ ორბანის ასე ვთქვათ პარტიამ მაინც ზედამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ბრჭყალებში, იმიტომ რომ ამ მოპოვებას განაპირობებდა ის საარჩევნო სისტემა, რომელიც სპეციალურად არის შექმნილი იქ ისე, მათ შორის ოლქების განაწილება და მაჟორიტარული არჩევნები, როგორი თავის ტკივილია, ჩვენ ეს უკვე ვიცით, გავლილი გვაქვს და მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ სისტემაში უკვე ეს აღარ არსებობს, როგორც მანიპულაციის ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი და ჩვენ სრულად პროპორციული არჩევნები გვაქვს მიღებული, მაგრამ იქ ძალიან მანიპულაციურია ეს, მაგრამ კიდევ ერთი რამ არის ნიშანდობლივი, რომ როდესაც ხელისუფლებაში მყოფი ძალა ქმნის მექანიზმს ხელისუფლებაში დარჩენის, ძალაუფლების შენარჩუნების, ადრე თუ გვიან ეს მექანიზმი იწყებს მის საწინააღმდეგოდ მუშაობას. სხვათა შორის ასე იყო 2012-შიც ჩვენთან, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდა, როდესაც შენარჩუნდა მაჟორიტარული სისტემა და როდესაც ამან უკვე იმუშავა ქართული ოცნების სასარგებლოდ და არანაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ. იქ დღეს აი ამ არჩევნებში უნგრეთში ძალიან ცხადად გამოჩნდა, იქ მედიის მდგომარეობა ვიცით ხო, როგორი იყო, ბევრად უფრო კონსოლიდირებული სახელისუფლებო ძალის გარშემო, ვიდრე ჩვენთან ვერც კი შეადარებ ამ თვალსაზრისით და სოციალური პლატფორმებით ჩნდებოდა უფრო მეტად მათ შორის ბატონი მადიარ. და ძალიან ნიშანდობლივი იყო, როდესაც მადიარმა თქვა, რომ პირველად მიმართა მთელ უნგრეთს ღია ეთერში, იმიტომ რომ სხვა დროს მას ამის შესაძლებლობა არ ეძლეოდა. იგივე საარჩევნო სისტემა კონსოლიდირებული და სასამართლო სისტემა, სადაც ასევე აბსოლუტურად სახელისუფლებო ინტერესს დაქვემდებარებული სასამართლო იყო, ასე რომ არ იყო იქ მარტივი მოცემულობა, მაგრამ იმან რომ ამ ადამიანმა და მისმა გუნდმა მე საერთოდ არ მგონია რომ მარტო ერთ ადამიანზე იყოს ხოლმე დამოკიდებული, თუმცა აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, ცხადია ლიდერის ფაქტორს. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ის გამხდარიყო ხალხის გულების მეგობარი, ხალხის ტკივილების და ხალხის პრობლემების გამზიარებელი, მათთან ახლოს მიმსვლელი. შესაძლოა პირობითი იყოს თქმა, რომ ყველა სოფელში და ყველა ადამიანთან მიხვიდე, მაგრამ როდესაც ხალხი გრძნობს, რომ შენ მიდიხარ მართლაც, რომ მათი ასე ვთქვათ გასაჭირის დანახვა შეგიძლია, ამის გახმოვანება შეგიძლია, მაშინ ის იჯერებს, თუნდაც მასთან პირადად მისული არ იყო და უფრო თამამად დგამს შენსკენ ნაბიჯებს. მე მესმის ძალიან კარგად ვთქვათ ჩვენთან პარალელი, რომ ჩვენი საზოგადოებაც ძალიან დაღლილია და მე არ მესმის პოლიტიკოსების, რომლებიც ამბობენ, რომ აი ხალხმა თუ არ გადადგა ნაბიჯები. პოლიტიკოსის პროფესია არის ეგეთი, ამ პროფესიას ჩვენ ვირჩევთ. არავის არ დაუძალებია, რომ აქ ვიყოთ და როდესაც ერთხელ რაღაც არ გამოგვდის, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ საერთოდ უარი ვთქვათ. მაგალითად, მართლაც ცოტა ხნის წინ მთელი პოლიტიკური სპექტრი თუ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკაზე აქტიურად ლაპარაკობს, არჩევნების გაგონება არ უნდოდათ და საერთოდ არჩევნებზე მოლაპარაკე პოლიტიკურ ძალებს თუ პოლიტიკურ პერსონებს პირდაპირ ქოლავდნენ და იარლიყებს აწებებდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის. შენ პოლიტიკოსი რომ ხარ, როგორც მასწავლებელმა არ უნდა თქვას, რომ მე ამ ბავშვებს ვერაფერი ვერ გავაგებინე.
და ისე ვაგრძელებ მასწავლებლობას. ვერ გააგრძელებ ისე მასწავლებლობას. ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ იმ ბავშვებთან სალაპარაკო ენა მოძებნო და ისინი წამოიყვანო შენს, ასე ვთქვათ, სააზროვნო სისტემაში, რომ მათ დააწყებინო, ასე ვთქვათ, იმ საგნის შესწავლა, რომელ საგანსაც შენ წარმოადგენდა. პოლიტიკოსიც ასეა. ერთხელ ვერ მოახერხე, რომ გააგებინო. მეორედ უნდა მიხვდე, იფიქრო, რა დააკელი ამ პროცესს ისეთი, რა მოხდა, რატომ მოხდა. წარსულში ხელისუფლებაში ნამყოფმა ძალამ უნდა იფიქროს, რომ რა დააშავა ისეთი, რომ დღემდე მას მისით აშინებენ საზოგადოებას. ხო მოხდა. თქვენი ეს ანალიზი როგორია? დღეს ალბათ ფიქრია, როგორც 2024-ის არჩევნებზე, მოდი 2025-ის არჩევნებზეც ვთქვათ. 2024-ში რომ არ გამოვიდა ამაზე უფრო რაღაცა მასშტაბური თანხმობა იყო, ესე ვთქვათ, გაყალბების ამბავი და ბოიკოტი და ასე შემდეგ და 2025-შიც ბევრი კრიტიკოსი ყავდათ და ასევე არ გამოვიდა. 2024-ში გამოვიდა რეალურად ის, რომ ჩვენ 4-მა პოლიტიკურმა კოალიციამ ამომრჩევლის ის მხარდაჭერა მიიღო, რომელიც ქართულ ოცნებას ამარცხებდა. სამწუხაროდ ჩვენ ვერ დავამარცხეთ საარჩევნო სისტემა, მაშინ და საარჩევნო манипуляციებმა მოგვიგო, ასე შეიძლება ითქვას და გამარჯვება წაგვართვა. რამდენად შეიძლებოდა ამ ყველაფრის გათვალისწინება, რამდენად უნდა უფრო მეტად დაგვენახა რაღაცები, ამაზეც საფიქრალია და სალაპარაკოა ამ ყველაფერზეც, მაგრამ როგორც ჩანს, ჩვენ გადამწყვეტი უპირატესობა მაინც ვერ ვაჩვენეთ. ისევ უნგრეთს თუ დაუბრუნდებით, ნახეთ, ჩვენ მე პირადად, მაგალითად, რამდენიმე ბლოგიც მაქვს დაწერილი წინა საარჩევნო პერიოდში აი ამ ომით დაშინების თემაზე. მაგრამ მე რატომღაც ჩაითვალა და მეც დავყევი ამას, რომ ჩვენ საერთოდ ამაზე არ უნდა ვილაპარაკოთ, არ უნდა ავყვეთ ქართულ ოცნებას და არ უნდა შევიდეთ საერთოდ ამ თემაში და დავივიწყეთ, თორემ მე ეს ძალიან მაწუხებდა და ვამბობდი, რომ ეს შიში რეალურად მუშაობს ადამიანებზე, ქართულ გამოცდილებაში აქვს საფუძველი ამას, იმიტომ რომ ჩვენ რამოდენიმე ომი გავიარეთ ასეთი და გვყავს ძალიან მძიმე და ცუდი მეზობელი და ბუნებრივია, რომ ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანს ამის შიში კონდეს. ძალიან ცუდია და ძალიან დიდი სიბინძურია ხელისუფლების მხრიდან, რომ ამას манипуляციურად იყენებს და პრაქტიკულად სტრესავს მთელ საზოგადოებას და ჩვენ დავინახეთ, რომ უნგრეთშიც ეს არის რუსული მეთოდი, უნგრეთშიც იგივე გამოიყენებოდა იგივე ჩვენთან, იგივეს იყენებენ სადაც არიან მაგალითად მოლდოვაში პოლიტიკური ძალები, მაგრამ ჩვენ ახლა დავინახავთ ხომ, რომ ორბანის ცვლილება არავითარ ომში ჩათრევას არ უკადის უნგრეთს. 2025-ში თუ ადგილობრივ არჩევნებს გულისხმობთ, არ გამოვიდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი საარჩევნო ნიჰილიზმი დაითესა და ესეც ძალიან სერიოზული პრობლემა არის. მეც განსხვავებული დამოკიდებულება მქონდა თავის დროზე ადგილობრივ არჩევნებთან იცის ეს თითქმის ასე ვთქვათ მთელმა საზოგადოებამ, მაგრამ იმას, რასაც მე ვისმენდი, როგორც ბულინგს იმ პოლიტიკური ძალებისადმი, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობის იდეას, ერთიანი კანდიდატით მონაწილეობის იდეას, დიდ ქალაქებში მონაწილეობის და სხვაგან ბოიკოტის განხორციელების იდეას, ანუ სხვადასხვა მექანიზმს სთავაზობდნენ, ისეთი არნახული ბულინგი მოდიოდა, რომ წარმოუდგენელი, ანუ პოლიტიკურ ძალას შენ ეუბნები, რომ არჩევნებში თუ მონაწილეობ, ხარ მოღალატე, მაშინ პოლიტიკური პარტია რისთვის იქმნება საერთოდ და ამიტომ ის ნიჰილიზმი, რომელსაც სამწუხაროდ ქალბატონი პრეზიდენტიც, პოლიტიკური პარტიებიც, ძალიან ბევრი პოლიტიკური კომენტატორიც თესავდა, იყო ძალიან ძიმე და ეხლა დავინახეთ, რომ თურმე უნგრეთში შეიძლება, უნგრეთშიც არ იყო ხავერდოვანი სიტუაცია და ჩვენც ამაზე უნდა დავიწყოთ ფიქრი. როგორ რეაგირებას მოახდენს? ანუ აი შარშან რომ ღვთავდა ტელევიზორს, არწმუნებდნენ რომ არჩევნებს ამ ქვეყანაში აზრი არ აქვს და ამას ვამბობ, შემოდგომაზე რომ მოისმინოს, რომ აუცილებლად უნდა მივიდეს ისევ. დიდი ნიჰილიზმი დაითესა და ჩვენ ორმაგი მუშაობა მოგვიწევს ახლა, რომ ეს ნიჰილიზმიც დავძლიოთ და რაც
თავარია ხალხმა არ ჩათვალოს, რომ პოლიტიკოსები სხვაგან არიან და ხალხი სხვაგან არის. ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს ასე ითვლება. მე შემიძლია ეს გითხრათ ცოცხალი მაგალითებით. მაგალითად, დღეს თაკო ყორღანაშვილი, ჩვენი საგარეჯოს ორგანიზაციის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი, იყო მანავში და მანავში რა ვითარება? მანავი არის ერთ-ერთი გამორჩეული, ძალიან საყვარელი, კარგი სოფელი, მაგრამ ამ ძალიან კარგ და პოტენციის მქონე სოფელს სკოლა აღარ აქვს უკვე რამდენიმე წელია. თუ მშობელი თვლის, რომ თავის შვილს განათლებას ვერ მისცემს, ის მშობელი აუცილებლად ფიქრობს იმ სოფლიდან და იმ ადგილიდან წასვლაზე და თურმე ეს ბავშვები 3 წლის განმავლობაში დადიან საგარეჯოში, პატარები, რომლებსაც გზაში გულიერებათ, შივდებათ, ეძინებათ და ეს არ არის ის ვითარება, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ სრულფასოვან განათლებას მიიღებენ. პირიქით, ვერ მიიღებენ განათლებას და რატო ვთქვი ეს? თაკო ყორღანაშვილი დაინახა იმ სოფელმა მათი პრობლემების გამზიარებლად და თაკო ყორღანაშვილს ხვალ ზეგ კიდევ უფრო მეტი ამის შესაძლებლობა ექნება, იმიტომ რომ ხალხი ამას ითხოვს. იგივე ნიკა ჩერქეზიშვილი, რომელმაც მე-14 სკოლის პრობლემა დაძლია. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ჩვენ ძალიან დიდი და გლობალური პრობლემების წინაშე ვდგავართ, მაგრამ ჩვენ საზოგადოებას გლობალურის გარდა წინ უდევს ძალიან რთული ყოველდღიური პრობლემები და პოლიტიკოსი თუ ამას შორდება, მაშინ ის პოლიტიკოსი აღარ არის სახალხო პოლიტიკოსი. ამიტომ ჩვენ ეს გვაქვს დასაძლევი არჩევნების ნიჰილიზმის დაძლევასთან ერთად.